უკვე ორ კვირაზე მეტია ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აქ სასანთლე მაგიდის აალების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რამაც მე-12 საუკუნის უნიკალური ფრესკების დაზიანება გამოიწვია. კედლები ამ დრომდე ჭვარტლითაა დაფარული. მიმდინარე სამუშაოებში ქართველებთან ერთად უცხოელი სპეციალისტებიც აქტიურად არიან ჩართულნი. ისინი ფრესკებს მიკროსკოპით აკვირდებიან. ადარებენ პირვანდელ მდგომარეობას და დიდი სიფრთხილით არჩევენ წმენდის საშუალებებს, მეთოდებსა და ტექნიკას. ჩვენ მექანიკურადაც ძალიან ვერ მოქმედად მხატვრობაზე, იმიტომ რომ ნებისმიერი დაწოლის დროს შეიძლება ის უბრალოდ ჩამოვარდეს. უფრო მეტად ჩამჯდარია ჭვარტლის შიგნით და უფრო ნაკლებად იწმინდება. ანუ იმას შეიძლება მე დაჭდეს უფრო ქიმიური გზებით გაწმენდა და ასე შემდეგ. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გარანტიას ვერ იძლევა, რომ ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება. ბოლო მონაცემებით 8 წლის განმავლობაში სულ 13 ტაძარია დაზიანებული, სადაც შეუფასებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. ხანძარი ტაძარში 1 ნოემბერს ღამით გაჩნდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ განსაკუთრებით დაზიანებული თამარ მეფის ფრესკაა. აღდგენითი სამუშაოები დაახლოებით 1 თვეს გასტანს. პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია.